Აკავებული ათასობით აბიბუპრენორფინი და მეტადონი, ჰეროინი, კოკაინი, მარიხუანა კიდევ ერთი მასშტაბური სპეცოპერაციაა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. დაკავებლებს შორის კვლავ არიან უკრაინის მოქალაქეები. უკრაინელი მამაკაცი თბილისის აეროპორტში სხეულზე წებოვანი ლენტით შემოხვეული 1500 აბიბუპრენორფინით აიყვანეს. უკრაინელი ქალი კი მეტადონს ასაღებდა თბილისში. მას ჭყლიკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ნარკოტიკების გარდა სპეცოპერაციისას ასევე ამოღებულია საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები. ასამდე მისამართზე სპეცრაზმის გამოჩენა ნარკოდანაშაულს უკავშირდებოდა. განსაკუთრებული მობილიზება რეალიზატორების სახლებთან იყო. დაკავებულია 84 პირი და მათი უმეტესობა ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის და გავრცელების ფაქტებიც. კურიერმა ერთ-ერთი საქმის დეტალები გაარკვია. 2500-ზე მეტი ბუპრენორფინის გავრცელებას აპირებდა საქართველოში უკრაინის მოქალაქე. 31 წლის მამაკაცს 1 კილოგრამამდე ნარკოტიკი ქამარზე წებოვანი ლენტით ჰქონდა შემოხვეული. საეჭო მგზავრი მებაჟე ოფიცრებმა დეტალურად შეამოწმეს. უკრაინელი სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტშივე დააკავეს. მებაჟე ოფიცრებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინი აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრის მიერ შეჩერებული უკრაინის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერის დათვალიერების შედეგად გამოვლენილ იქნა 2 ცალ ყავისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ შეფუთვაში დაფასოვებული საერთო წონით 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი აბები. კურიერის ინფორმაციით დაკავებულია უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე 29 წლის მარინა ჟიკოლი. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ნარკოტიკს სამალავებში ტოვებდა. მის საქმეში ნივთმტკიცებად 151 შეკვრა მეტადონი დევს. ჩატარდა, მაგრამ მე იქ შემიშველი. წაიყვანეს დააკავეს გარეთ, ქალაქ სადაც ქუჩაში. ის ქალი. მეორე დღე იყოლა ცხოველს. მეტადონი, ჰეროინი, კოკაინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები საპოლიციო ღონისძიების შედეგადაა ამოღებული. ნივთმტკიცების სახით საქმეში დევს თანხაც, რომელიც დაკავებულებს სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად ჰქონდათ აღებული. დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, მეტადონი, ბუპრენორფინი, მარიხუანა და სხვა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებით დაფასოვებისთვის საჭირო მასალები. ასევე აღკვეთილია ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა. უწყება მოსამართლის განჩინებით გადაღებული საკონტროლო შესყიდვის კადრები გაავრცელა. ნარკოტიკს ყიდიან საკუთარი სახლებიდან, ავტომობილებიდან, მოქმედებენ დადების და ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდით. ჩანაწერებში ჩანს თანხის აღების ფაქტებიც. დაკავებულების უმეტესობა ნარკოდანაშაულს აღიარებს, ნაწილი კი ბრალს არ ეთანხმება. ამ ეტაპზე განვინჭებული უფლება აქვს მას გამოყენებული, ხოლო დაწვრილებით რა როგორ მოხდა, ეს შემდგომ გამოძიების ეტაპზე გაირკვევა, აქვს თუ არა ჩემი დაცვასოს არის თუ ბრალად შერაცხულ ქმედებასთან რაიმე კავშირი. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების რაოდენობა უახლოეს დღეებში სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, ნარკოდანაშაულების გამოსავლენად და დასაკავებლად პოლიცია 24 საათის განმავლობაში კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებს. სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საპოლიციო დანაყოფების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულში ჩართული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები.
დღის ბოლოს ნარკოდანაშაულის საქმეზე განცხადება გენერალურ პროკურატურაშიც გაკეთდა. 84 დაკავებულს ბრალდებამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობებით იხელმძღვანელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე შესასრული იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვის ფაქტებზე 84 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის დროს პოლიციამ სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალაც ამოიღო.